წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემები აქვს, მაგრამ არასდროს უბანავია, არ იხეხავს კბილებს, არ ივარცხნის თმას, მიირთმევს უამრავ ბურგერს, არ მოძრაობს. რა მოუვა ასეთი ადამიანის სხეულს რამდენიმე წელიწადში? ზუსტად ასეა ჩვენი ფსიქიკაც. თუ არ უვლით ჩვენს ემოციებს, ჩვენი მენტალობა სნეულდება. ბავშვობიდან გვასწავლიან გეოგრაფიას, ფიზიკას, ისტორიას, მაგრამ არავინ გვასწავლის, როგორ მოუაროთ ჩვენს ემოციებს. არადა, როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებაში, თუ შენი ტვინი და სხეული არ აკეთებს დადებით ემოციებს, ბედნიერი და ლაღი ვერასდროს იქნები. ხო და მოდი, დავიწყოთ ჩვენს ემოციებზე ზრუნვა და აზროვნების აკადემიის ლექციათა ციკლის ფარგლებში შევხვდეთ და ვისაუბროთ ემოციურ ჰიგიენაზე. მოგიყვებით, როგორ აკეთებს ტვინი და სხეული ემოციებს, ნეირომეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, რა მიდგომები არსებობს იმისთვის, რომ უფრო ხშირად ჩვენ ვიგრძნოთ დადებითი ემოციები და რა მარტივი ყოველდღიური ჩვევები გააუმჯობესებს ჩვენს ემოციურ ცხოვრებას. მე ნუცა ვარ ყოღუაშვილი, ნეირომეცნიერების მკვლევარი, გელოდებით. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი YouTube არხი ნეირომეცნიერებაზე Spin Your Brain. შევხვდებით მალე.